ღრმარწმენით მე ვფიქრობ, რომ რამოდენიმე ფაქტორია, რომელიც ხელს უშლის ერთობას. პირველ ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ ერთობის წინააღმდეგ მთავარი რაც დევს ის არის, რომ პოლიტიკური პარტიები ერთმანეთის მიმართ კი არიან პირობითად 4 ოპოზიციური პარტია რო ავიღოთ, რომლებმაც გადალახეს ბარიერი, ამ 4 პოლიტიკურ პარტიას შორის პოლიტიკური სიმპათიები არ აქვს. უბრალოდ ეს 4-ვე არის პროევროპული და ოპოზიციური პარტია, თორე ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობა ამ პარტიებს არ აქვს. განსაკუთრებით შემიძლია აღვნიშნო პირდაპირ გახარიასა და ნაციონალური მოძრაობის პირობითად ურთიერთობა. ანუ ეს ორივე პარტია თამამად შემიძლია გითხრათ, თავიანთი პოლიტიკური ვიწრო მერკანტილური ინტერესებიდან ვერ გამოდიან. არა მარტო ეს ორი, ზოგადად 4-ვე პარტია ვერ გამოდის პოლიტიკური ინტერესიდან და საერთო სახალხო ინტერესში ვერ ჩაჯდა. ამავდროულად საკმარისი ზეწოლა არ არის ეთყობა საზოგადოებიდან კიდე რომ ეს ვაიძულოთ სამოქალაქო საზოგადოებამ ეს პარტიები დაჯდნენ. ტელევიზიებიდან კი არ შეუთვალონ რაღაცეები ერთმანეთს. პირდაპირ გადაწყვეტილების უნარიანი ლიდერები ვინც არიან, უბრალოდ დაჯდნენ ერთ მაგიდასთან. საზოგადოების დაკვეთაა, საერთო სახალხო მოთხოვნაა, ქვეყანის ბედი წყდება, ევროპული მომავალი წყდება, დავანებოთ თავი ჩვენი ოჯახის წევრები რო ციხეში ზიან, აი ყველაფერი გვერდზე გადადონ უბრალოდ და დაჯდნენ აი ერთ მაგიდასთან ახლოს, ერთ მეტროში და უთხრან ერთმანეთს დახურულ სივრცეში, რაც საჭიროა ერთმანეთს უთხრან, მაგრამ რა დაკვეთად საზოგადოებისგან არის ის მიიღონ, ის გადაწყვეტილება მიიღონ. ამ შემთხვევაში მე როგორც ბოიკოტის მომხრე, კარგი იქნება თუ ეს ყველა დასხდებიან და მივლენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ბოიკოტი განხორციელდეს, ოღონდ აქტიური ბოიკოტი, ბრძოლის უნარიანი ბოიკოტი, დაუმორჩილებლობა, პიკეტირება, გაფიცვები და რაღაც აი ბოიკოტი რო დუღდეს, არა ისე რომ ხშირად ვამბობ მხართ-ეზოზე წამოწოლილი რომ არიან და არაფერს რო არ აკეთებენ და უბრალოდ ბოიკოტს აცხადებენ. მე გუშინ ვიკითხე აქციაზე რამოდენიმე ვკითხე რომ აი ბოიკოტისტებს ვკითხე განსაკუთრებით რას ფიქრობთ აი ბოიკოტის პროცესში რა უნდა გავაკეთოთ. აი რა ვიცი გამოვალ და პროტესტს გამოვაცხადებ და ვიდგები რუსთაველზე. ანუ ეს არ არის ბოიკოტი. მე მინდა ბოიკოტი ის რაც თქვი ჩამოუთვალე გაფიცვები, პიკეტირებები, ორგანიზებები, მობილური ჯგუფები და ასე შემდეგ და თუ ამ გადაწყვეტილებამდე მივლენ კარგია, მაგრამ თუ სხვა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ ეს პოლიტიკური პარტიები, ჩვენ სამოქალაქო საზოგადოებაც, არ ვიცი მე თუ დაგვარწმუნებენ რომ ის სხვა გადაწყვეტილება უფრო სწორია და მიზანთან მიგვიყვანს, ანუ ამ ხელისუფლებას გაუშვებს, ჩვენ გვაქვს ორი გზა, ხო? არჩევნების გზა და ბოიკოტის გზა. რომელი გზითაც დაგვარწმუნებენ რომ შესაძლებელია ამ ხელისუფლების გაშვება, ის გადაწყვიტონ პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოების ხარდაჭერა მოითხოვონ, დაგვარწმუნონ, მოითხოვონ და დაუდგებით გვერდში. აი ეს პათოსი ქონდა ძირითადად, მე ასე ვფიქრობ, ზვიადის წერილსაც, რომ ერთობა დღეს შესაძლებელია. ნახეთ, ბოიკოტი დღესაც შეიძლება განვახორციელოთ არჩევნები, მოვა და მივალთ, მაგრამ დღესაც შეიძლება ბოიკოტის რეჟიმში ვიყოთ. უბრალოდ მათ მიერ მიღებული რაღაც საშინელი კანონები არ უნდა შევასრულოთ. ბოლო კანონიდან რო დავიწყოთ მარიხუანასთან დაკავშირებით, იმაზე წინ ჯარიმების შესახებ კანონი უბრალოდ არ გადავიხადოთ, ვარი ვთქვათ. იმის იქეთ კიდე უამრავი ადმინისტრაციული რაღაცეები მიიღეს, საშინელებები, რომლებსაც შეიძლება არ დაემორჩილო და მაქსიმუმ შეიძლება ორთვიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიიღო. ამის გამბედაობა და რისკი თუ არ გვაქვს, არ ვიცი მე ბოიკოტი რა რეჟიმში უნდა ჩატარდეს ბოიკოტი მხართ-ეზოზე წამოწოლილი, უნდა მოუსუფთავოთ ველი ყველაფერი და უნდა მივცეთ რომ იმუშაონ. მით უფრო როცა კიდე დგას ერთი საკითხი, მე ამას ეხლა პრობლემურად არ ვუყურებ, მაგრამ მე მგონი ესეც ნიშანდობლივია, აი ბატონი პაატას პოზიცია ყრილობასთან დაკავშირებით, ხო? აი ყრილობა ნახეთ როგორ წარმოუდგენია ბატონ პაატას და მის ჯგუფს, რომ მთელი საქართველოდან უნდა მოუყაროს თავი თბილისში არჩევნების დღეს და არჩევნების დღეს დანარჩენი საქართველო მოსუფთავებული იქნება ოპოზიციონერებისაგან სრულად და ყველა ვიქნებით თბილისში. და იმ დღეს აუცილებლად უნდა მოვახდინოთ რევოლუცია. და თუ ვერ მოვახდენთ, ჩათვალე რომ მთელი საქართველო, არ ვიცი მე, მათ შორის თბილისშიც თუ ვერაფერი ვერ მოვახდინეთ, აღმოჩნდება ძალიან აი ესე ჩაბარებული მოღალატე რეჟიმის სასარგებლოდ და რასაც უნდა და როგორც უნდა ისე მოიმოქმედებენ და გააკეთებენ. განსაკუთრებით მინდა ერთი წინადადება ვთქვა კიდე და დავამთავრებ ჩემს გამოსვლას. მტერი ჩემთვის არის
რუსული რეჟიმი, ბიძინა ივანიშვილი, ქართული ოცნება და პრორუსული პარტიები. და რატომ მე რუსების მიმართ ან კონკრეტულად ერის მიმართ კი არა მაქვს პრობლემა. დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებული აქვს რუსეთს და ოკუპანტის მხარეზე ვინც არის, ის არის მხოლოდ ჩვენი მტერი ამ შემთხვევაში და არც ერთ შემთხვევაში სხვა პოლიტიკური პარტიები, ადამიანები, აქტივისტები თუ ასე შემდეგ. ამიტომ მაქსიმალურად როგორც ზვიადი ამბობს წერილში მოვერიდოთ აი ასეთი იარლიკების მიკერებას, იმიტომ რომ ჩვენ გუშინ ერთად ვიდექით და ხვალაც ერთად უნდა დავდგეთ, მიუხედავად ყველაფრისა, როგორი კონიუნქტურა ჩამოყალიბდება და როგორ დაალაგდება ეს ყველაფერი. ამიტომ აქედან უნდა დავიწყოთ, რომ ერთმანეთს პატივი ვცეთ და ის რაც თქვი, აუცილებლად გასაკეთებელია, დაჯდნენ, მოილაპარაკონ, დაკვეთა. პირველი დაკვეთა ეს არის ახლოს ერთმანეთთან დაჯდნენ, გადაწყვეტილების მიმღები ლიდერები, ვინმე კი არ გაგზავნონ. მიმღები ლიდერები დაჯდნენ ერთმანეთთან ყველაფერი თქვან, ამოირეცხონ გული ბატონო, რაც უნდა ისქვან დახვრუნ სივრცეში, რომ გამოვლენ საზოგადოების დაკვეთა შეასრულონ.